მოგესალმებით ბოკე რეზიდენცში, მოგზავნით. სახლის მთავარი მცველები აგერ გახლავთ. აქ ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელია, მაგრამ მერუდებით კამარს, რომ მესამე ბოკე შევმატოთ, შავი ბრაბუსი. ეხლა წავიდეთ, სამდირის ვარჯიშზე გადავართ, ცოტა ჩავიტენოთ, ვისაუზმოთ და საქმე შევუდგეთ. სასმელები ფაციას უგავთიშავ, მერე ჩაიცრება ესენიც და ზევითაც მერუდებით მოგებას. თელი ორი კვირა ხარ ხო ჭიქა არ მაქვს დარეული. სერიოზულად ვემზადები ამ ბრძოლისთვის. აუცილებლად შედეგს გამოიღებს. როგორც მოგეხსენებათ, წონის დაკრება არ მიწევს, ამიტომაც თავისუფლად უკვებებით. დიდით საუზმეს შეიძლება შევიწყებ ხოლმე. ზარმაგარი არქესის კარგი გამოუშვა, ბლედი ნატურალურია. ფოტოშოპში ჩემი ძმა კაცისაა და სუფთა ნატურალური და ძალიან მაგარია რა. ჯანსაღია, ენერგიას მაძლევს ხოლმე, სავარჯიშო წავალ. საწუ შენაშვები მოიმატე წონა. გამოგიგზავნი ერთ-ორ ქირას. ესეც და იკვება ხოლმე. ანებიც მოყანოთ. საზღვაოს მოჩები დილის პირველ ვარჯიშზე წავართ. დილობით დარბიან ხოლმე რომ უფრო დიხანია და კარდიოს მიხედო. ერთ-ერთი მეც მეჭირდა როგორც იცით, უფრო გამძლეობა იყო რინგზე. დიხანია ეგრეთ ვთქვათ. მოდა გამომჯობეს ის რომ 3 რაუნდის კი რა 5 რაუნდის თავიც მაქვს, მაგრამ აქ 3 რაუნდი არ გაგრძელდება, პირველად გაძლევთ, პირველში თუ არა მეორეში მაინც გაითიშება თქვენი ფაცი. ჩამოვედი ქალაქ ფოჩი, ჩემი და ჩემი დის რესტორანში და ეხლა დაგათვალიერებიო თუ შიგნით გარემოს რა. ეს ქვია ლილიკა სახელი, დედაჩემს ქვია ლილიკა და მაგის საპატივცემლო დავარქვით ლილიკა რესტორან სახელი რა. ჩემი და გაიცანით. გამარჯობა. აი მედია სალონი ხა ჯანსაღად გვაჭრებს რომ ენერგიაზე ვიყო კარგად რა. ჩემი და არის ძალიან ჩემი მაგარი ბალიშიკი რა. საერთოდ ისეთი იღბლიანი ვარ, ნარჩიც სულუგებ ხოლმე რა. არა ბოლო ჩამოსვლაზე ბევრი მომიგოდა, ეხლა სანამ საჭმელს გააკეთებენ, ნარჩ ვეთამაშები. რომ მოუგო. ჩემთან ნარჩი შანსი არ გაქვს, ბოკელაძესთან უფრო მეტი შანსი გაქვს ჩემთან. ბავშვობაში ძალიან ბევრს კივჩხუბობდით. ჩემზე ვარჯიშობდა მე მგონი, მაგრამ მე ნელ-ნელა ისეთი დაძმობა ჩამოგვიყალიბდა, მართლა შესაშური და რაღაც იმას ვიტყვი, რომ ბავშვობიდან გიორგის გულშემატკივარი ვიყავი, თუ რამე ვიცი ბრძოლის შესახებ, გიორგის დამსახურება და თან რაღაცნაირად შეიძლება აი ცანცარა ბიჭი ჩანს, მაგრამ აი ამ ცანცარა ბიჭის მიღმა ისეთი კეთილი და რაღაცა ემპათიური ადამიანია, რომ სულ რაღაცნაირად მაუცებდა და თუ რამე ჩემში სიკეთე არის ან რამე მსგავსი დადებითი ხასიათი, ყველაფერი ჩემი ძმის დამსახურებით და ხშირად მინდა ხოლმე ვფიქრობ ხოლმე კომენტარებს რო ვკითხულობ, რომ აი მინდა რომ ჩემი თვალით იცოდნენ როგორია სიამძულეში გიო და ამ ყველაფერთან ერთად უნიჭიერესი მებრძოლია შენი გაგორებათან. რაღაცა აი ბავშვობაში თავის ასაკთან შეუსაბამოდ ძალიან ბევრს ვარჯიშობდა და როგორ მახსოვს ჩემი მშობლები უკრძალავდნენ ამდენ ვარჯიშს და მართლა ღამით იღვიძებდა ხოლმე ჩემ მშობლებს რო ეძინათ და ვარჯიშობდა და რაღაცნაირად ვფიქრობ რომ ეს რაღაც თანდაყოლილი ნიჭია და მე იმედები რა ძმაო რა ვქნა. სალომე ძალიან კეთილი გოგოა, მაგალითად ბავშვთა სახლიდან გამოიყვანა ერთი ბავშვი და გამუშავებს და ჩვეულებრივად ხო, ეგ შენი მაგალითით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყოველთვის ესეთი იყო, ყოველს მხარს უჭერდა და ყოველთვის თავის თავს გადადებდა ხოლმე, სხვისთვის აკეთებდა რაღაცებს და სხვათა შორის ბავშვთა სახლში როცა ვიყავით ჩვენ სტუმრად, გავიგე რომ ერთ ბავშვს ჰქონდა ესე მიდრეკილება სამზარეულოს მიმართ და ძალიან დიდი სიყვარული და ის მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ უნდა დავხმარებოდი და მე რაღაც შეთანხმებით, ხელშეკრულებები და ასე შემდეგ წამოვიყვანეთ ბავშვთა სახლიდან უნიჭიერესი ბიჭი ლუკა, რომელიც ახლა ოფიციალურად ჩვენთან მუშაობს. იცის ყველანაირი კერძები აბსოლუტურად და აკეთებს უგემრიელეს კერძებს და ძალიან მეიმედება ეს ადამიანი და მოკლედ ეგეც შენი დამსახურებაა რა. შენ ვარ ყოფილიყავი ბავშვობიდან ეგეთი და მაგალითი არ მოგეცა მე შეიძლება და ესეთი არ ყოფილიყავი. ეხლა მივდივართ დილის პირველ ვარჯიშზე, იცით რომ მე რაც მჭირს კარდიოა და უნდა მოხოდოთ, გამომჯობესოთ. ვარჯიშებში კიდე მამა ჩემი მეხმარება, ყურძნის მხარში მიდგას ის და ვარჯიშებზე დავყავარ. როგორც გას სტიმულს მაძლევს რა. მებრძოლის სული არ აკლია, აკლია კარდიო და მივდივართ კარდიოს მოსახვედრად. ეხლა კი მაგრამ ეძრება დიციპლინა, მაგრამ აუცილებელია პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ ამ ბრძოლას. დღეს ორჯერ ვარჯიშზე ვარ გადასული, დილობით კარდიოზე ვარ, საღამობით კიდე უკვე ტექნიკაზე.
არ ვიცი ის იმედები აქვს ფაციას შანსებს აღარ უტოვებ. მე კიდე ერთი მინდა დავამატო, რომ არ მომწონს, რომ ისევ ქართველთან უწევს ბრძოლა რა. მინდა რომ უცხოელებს ებრძოლოს, აი თურქი ჩაეხსნა, ეგვიპტელი ჩაეხსნა. არ მომწონს რა ქართველი ქართველს რო უტყავს რა. იქნება შემდეგი იყოს უცხოელი რა. მომანა შემდეგი ბრძოლა ჩანიშნულია უკვე კორტავასთან. ორი ფოთელი უნდა გავთიშოთ და მე უკვე უცხოელებზე გადავართ რა. ეხლა მოვიდით კუსტბაზე. ეხლა ვაპირებო ეს აღმართ ავირბინო. 1 ლიტრე დავარტყა და ისევ ჩამოვირბინო, იმიტომ რომ დაღმართიც აუცილებელია. უთებიც გაიხსნება. მოკლედ შევეროთ კარდიოს. კაცო მაგრა დაგიხ. მოკლედ აღმართ ჩამოვირბინეთ უკვე. კუსტბაზე ვართ. ეხლა ვაპირებ 1 ლიტრე აქაც დავარტყა და ეს დაღმართიც ისევ ჩავირბინო, რომ კუთები გაიხსნას. საღამოს ვარჯიშზე დაჭემული ფეხებით არ მივიდე. ახლა კიდე მოგეხსენებათ, კარდიო ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენდა. ახლა კი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნაწილია კარდიო, ისე განმოვითარე. კომენტარებსაც ვკითხულობდი ყველაფერს და პროფესიონალად მივდექი უკვე ვარჯიშს. დღეში ორჯერ ვარჯიშობ, კარდიო 5-ჯერ მაგარი მაქვს, შემართებაც გიჟივით. ვერ ვუდები რა, იმედია მარე მოვა, ჩხუბის დღე ვეღარ ვითმე, რომ გავთიშოთ თქვენი ვითომ ჩემპიონი. შემდეგ მეორე ფოთისი ამაყეც მივედგე კორტავას, ეგეც გავთიშო და მერე წავა ისე ძველი გულავი და დალევა მთელი ზაფხული რა. წავით. მე ზოგადად გიორგისთან ლაივებზე ვერ დავდივარ. რაღაცნაირად, რა ვიცი, საკუთარ ოჯახის წევრებზე რთულია. თუმცა ონლაინ ვუყურებ ხოლმე არა, ვუყურებ მთელი ღამე ვლოცულობ ჯერ და მეორე დღეს მერე მთელი დღე ველოდები და რაღაცნაირად იმდენად დარწმუნებული ვარ მის ნიჭში, მის შესაძლებლობებში მთელი ცხოვრება, ამას ვუყურებ მთელი ცხოვრება, ვუყურებ როგორ ვარჯიშობს, როგორ უყვარს ეს სპორტი და თავარია რომ აი რაღაცა, რა ვიცი, სპორტია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ჩემთვის ყოველთვის გამარჯვებულია აი იმ ჟინის გამო, იმ კეთილი გულის გამო, აი ამ რაღაც თავდაუზოგავი სიყვარულის გამო სპორტის მიმართ და რაც არ უნდა მოხდეს, ორივეს გულშემატკივრობთ, სხვათა შორის გრიზლის ძალიან გულშემატკივრობთ რაღაცნაირად გულწრფელად, თუმცა ეხლა ჩემი ძმა არის და მინდა რომ ჩემი ძმა ყოველთვის დაუმარცხებელი იყოს და ბოკელაძესაც წარმატებებს უსურვებ. მეც არის ბავშვობიდან ამ სპორტზე ვარ შეყვარებული და ვიცი მისი შესაძლებლობები უბრალოდ არის ძალიან ფიცხი. თუ ცხოვრებაში რამე ცუდი შემთხვევია, იმის გამო შეხვდა რომ არის ფიცხი ადამიანი და სულ ვეუბნები იმას რომ რაღაც არ გაბრაზდე, ნერვებს არ აყვე, რაც უნდა მოხდეს, ჭკვიანურად, მშვიდად, შენ თავში იყავი დარწმუნებული და მე ზუსტად ვიცი რომ შენ, რა ვიცი, ძალიან ბევრს მიაღწევდიო. უკვე მიღწეული გაქვს, მაგრამ ისედაც მე შენ პოტენციალში დარწმუნებული ვარ. მადლობა. არ შეწონა არ მაგ დასაკლები და მეგრული კერძია, ჩვენი საფირმო კერძი. მეგრული დაფა, ჩემს ძმას ყველანაირად ხარს ვუჭერ, რაღაცნაირად კვებითაც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად კარგი, გემრიელი, ნოყიერი კერძები მოუმზადო და ეხა მეგრულზე ნოყიერი, არ ვიცი ნაკლებად არის რამე და აქედან გამომდინარე, სულ ისეთი კვება აქვს ჩემს ძმას და იმედია რომ დაგვიფასდება ხო ეს კვებადიო. ჩხუბის მერე მოგეგება დიჯები რესტორანში, ძმაო ჩამოდი. არ გამნა გაკეიფო აქ. მეგრული კერძები უნდა გაგასინჯო ძმაო. გრიზლისთან ვიყავი ჩხუბის დროს 88 კილო და დაახლოებით მაგდენი ვიქნები ეხაც რა. ანუ არ ვიკლებ, კომფორტულად ვგზნობ თავს, ვარჯიშობ, ჭამ. და რავი, ასე კომფორტულად ჯერ არ მიგზნია თავი არასოდეს, იმიტომ რომ რო არ იკლებ წონას, აი, რა ვიცი, აი, ბევრი ბედნიერება ეგ სხვა ჩხუბებზე MMA-ში სულ 15-12 კილოს ვიკლებდი ხოლმე და აი, ტანჯვა იყო რა. და ეხლა როგორც მინდა ისე ჭამ თან. აგერ რესტორანში ისე საჭმელს ვიკეთებ სალომე რო რა ვიცი. კაი ვარჯიშის მერე, კაი ჭამის დროა, აღვიდგინოთ ეხა ენერგიები, რომ საღამოს ვარჯიშზე წავიდეთ. რაღაც აკერია მე მგონი სუფრას. ჩხუბობდი რამდენი დღე რა? 2 კვირა. მაშინ მოშნო. თავარი ძარა და დიხანია. დავძენით ბიჭებო. იფ. აბა მერსიდება, შენშვიდობა. ეს იყო ჩვენ ოჯახის ფარველი, გამოძლიერებელი. მადლობა ყველაფერთვის.
დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. მოდი ამ ჭიქით მეგობრებო, ყველა მებრძოლი მინდა დავლოცო. ვაჟკაცობაა ჩემ თვალში რინგზე ასვლა და ბრძოლა და მინდა რომ ყველამ პატივისცეს მებრძოლს და ყველა მებრძოლს კომენტარებში დაუწერეთ მარტო კაი კომენტარებით. ეს ჩემი დიდი თხოვნა იქნება რა. ამ ჭიქით ყველა მებრძოლს გავუმორჯოს. ბოიკას თამადობით. მომოჯოს. აი, პროტეინები და სტეროიდები თუ იტენებით, აი, ნამდვილი ძალა საიდან მოდის. გამომოჯოს ყველა მებრძოლს. მოკლედ, მოვედით პირველი ვარჯიშიდან. მე ვირთვით ენერგიაზე მოვედით და დრო დაგვრჩა სამნო ვარჯიშზე წავართ. და მაგამდე უყურებ ფაციას შხუბებს, კიდევ კარათო შევისწავრო, მაგრამ ამას მე მარტო არ ვაკეთებ. აბა, მუჭორეკ ჩქიმჯიმა. ორი ფაქტორი არის ამ ბოლოში, უცნაური თხოვნი. დაცვის დაყვაწეული, გაიგე. აი აქ, მარცხენა ხუქს მარჯვენა ვარ დააყოლე, მაგიტო ვერ დასვ. მე გასწავლე, მე ჩხუბს არ ამუშავს, არა პრობლემა მაგაზე. მოვედი ალბათ თქვენთვის ნაცნობ ადგილზე, წინაზე ბექას ყავდა აქ ჩამოყვანილი, ჯერი და ეხლა უკვე ამჯერად მე ჩამოგიყვანით აქ. დარბაზია, სპორტის სკოლაა, ფოთში, გეცოდინებათ რომ ერთ-ერთი გათქმული სკოლაა ფოთის ბოქსი მაგარი. აგე რა ბიჭებთან მოვედი, მამზადებს იაგო კიძირია, მათე სანიკიძე და გიორგი უნგიაძე რა. ავახერთ ჩემი ძმა. პარაშოლის იაგოსაც ჩხუბი აქვს ეხლა, იაგო არის აი უმაგრესი მოჩხუბარი და ვეუბნები რომ გამაში ჩხუბები ხი რა, გამაში ამას ერთ რაუნდსაც ვერავინ ვერ გაუძლო საერთოდ ნებისმიერ წონაში. ჩემპიონი ბიჭია, მაგარი ბიჭია ძალიან და მეხმარება მომზადებს ვარჯიში. ხედავთ უკვე ფოჩი რა ამბავია, რამდენი ბავშვი ვარჯიშობს, ნახევარზე მეტი კიდე დარბის, დარბაში არეტევიან და არის ორი სმენა და რა გადავსებულია მართლა. რა ვიცი, მიხარია რომ აი ესე ვარჯიშობენ, აი ესე მზადებიან და მეც ისეთი განწყობა და ენერგია მომდის, მუხტი რომ რა ვიცი, აი მაგარი განდა, ბოკე რა ვიცი, აბა უნდა გაგლახო ძმაო რა, არ გეწყინოს. მაგრამ მე ჩამოხვალ და ახაც გავარჯიშებ, ძმაო უფრო გაგაძლიერებ ჩემი ჩხუბის მერე, უფრო გაძლიერდები და მინდა რომ აი ბიჭი ხარ ძალიან, მაგრამ ერთადერთი შენ შემომწონს უბრალოდ ეგეთი ამაკი რო ხარ რა, ცოტა თავდაბალი რო იყო, ბევრად მაგრამ მოგიხდებოდა, იმიტომ რომ სპორტსმენს თავდაბლობა უხდება რა. რა ვიცი, მე მხარული ვიქნები რომ თავდაბალი გახდე, ჩემი ძმა ხარ, მაგრამ მიყვარხარ, შენ გვერდში ვარ სულ. ასე ჩხუბია რინგზე ერთმანეთს გავაძლიერებთ, რა ვიჩხუბებ და რინგის მერე ერთმანეთს ჩავეხუტებით რა. დღეს უკვე ვარჯიშობ ძირითადად გამძლეობაზე, სისტრაფეზე და შევანელე ვარჯიშები რა. სპარინგები რაღაცები ამოვიგე და უფრო სისტრაფეზე და ლაითად უკვე ენერგიებს ვიღდგენ რა. ეს 10 დღე დასვენების სისამახ რა, უფრო სისტრაფეზე და უფრო ხელის გადააკლებაზე. ძალიან მსუბუქად ვარჯიშობ, რომ 31 წლის ეს ენერგიები ერთად მოვიზღვაო რა. მოკლედ, მოვედით ჩვენ მეორე ვარჯიშზე. ეხლა გავაკეთებთ ცოტა გრუშებს, რაპებს. მე 5-6 რაუნდს სპარინგსაც მივცემთ და всё. დემონდე დღეს სტარტფენი გამოდგება რა. ვისკმას გახსნა, კაი ჯანზე ვარ. წავიდა. როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთი პატარა ბოიკა იზრდება, ჩემი პატარა ძმა. სპარინგებსაც გავდივართ ერთად და რო თუ გამასთვის ვამზადებ. გაემზადეთ პატარა ბოიკაც მოდის. ეგორი ხოძია პატარა ბოიკა. შემოდება ვარჯიშებმა, ძალიან მაგრად ჩაიარა. საუკეთესო ფორმაში ვარ, საქმე ყოფილი ვარ. ფაციაზე რაც შემიძლია ვთქვა, მაგრამ გამაში ორი ბრძოლა ჩაატარა. ორივე მისი მეტოქე 30+ ზევით იყვნენ. ბაბუას ტორაკაცებს ვერაფერი ვერ ვიყო, ერთ შეხვდა ბევრად პატარას, ერთს ბევრად დიდს. პატარა არც თუ ისე ჩანს იყო, დიდი კიდე ძალიან ერა. ეხლა დრო არის ახალგაზრდასთან, ჯანიანთან და სწრაფთან. ფაცო, რისი შანსები გაქვს? არ ვიცი, მე თუ მკითხავ არანაირი და შენ თუ შენი ფანტაზიით, შენ თავს ოდნავ მაინც ჩანს აძლევ ძალიან ცდები. 31 მეტრში მე ვაპირებ, რომ გიორგი ფაციას გამაში კარიერა დაუმთავრდა. რის შემდეგ კი მის მაგაცაც ბექა კორტავასაც მივხედავ და მის ნურიასაც გავერთიანებ ისე როგორც გიორგი ფაციასაც.
ეხლა განახებ ჩემ მეორე ბიზნესს, ბუნგალო გვაქვს სანაპიროზე. და რავი, ვინც ჩამოხვალთ ფოჩი, მესტუმრეთ. არ მოგერიდოთ მოსვლა. არ აქვს მნიშვნელობა ისეც გეპატიჟებით, თქო მოვიდეთ და ვიძმაკაცო და ვიმეგობროთ რა. და ბოკემ დაიწყო კარდიოზე სირვილი. კარდიოზე ვარჯიში დაიწყო, კარდიოზე ვარჯიში ჩემთვისაც არ არის არასოდეს ცუდი. ალბათ მეც 3 რაუნდს ვაპირებ, მინდა რომ გავაწამო ჩხუბში, ისე რომ რა ვიცი, აი გავასაზიზღრო მინდა, ისე უნდა ეგ 3 რაუნდი უნდა ვათქმევიო რომ აი ნეტა მალე დამთავრდესო რა. მინდა რომ იმენა ჩხუბში 3 რაუნდი დავტანჯო რა. რო ვიფიქროს რომ გავთიშავ და რაღაცები, მე ვაფშე რა ვაპირებ შენ გათიშვა 3 რაუნდი, მინდა პროსტო აი იმდენი გირტყარო რა ვიცი, აი სულო ერთი 100-ჯერ დაგაგდო, აგაყენო ჩემი ხელით რომ კიდე გააგზელო ჩხუბი რა. მოდი ვარ, ეხა ეს პროცესია ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო, მომზადების პერიოდი, დისციპლინა, რეჟიმი და აი ამაზე უკეთეს ადგილას სადირბენ. სად მომზადები, აგერ ზღვაზე უნდა ვირბინო ეხა. და რა სიამოვნებს ეს გარემო, ჩხუბი სიამოვნებს, თელ ენერგიას და აგრესიას ტოვებ რინგზე და არა ქუჩაში. ღმერთმა დამფაროს ქუჩაში ჩხუბი, პირიქით ვისაც აგრესია გაწუხებს და რაღაცა, მოდით იჩხუბეთ და ყველანაირ აგრესიას მან მოიკლავთ. თუ მე მომერევით, ჩემზე ძლიერების არიან, აი როგორც იძახის ბოკელავაძე, მინდა მაშინ ბოკელავაძეს ეჩხუბეთ. 31-ში გამოჩნდება ყველაფერი მაგარის და იდეაში ორივე მაგრები ვართ რა. აი აქ რო ჩხუბობ, იმხელა ჟილკა და ენერგია გჭირდება, ეგ უკვე მოგება და მე უბრალოდ სიამოვნებს ეს ჩხუბი და მთელი აგრესია უნდა დავტოვო რინგზე. ოკეი. მაგარ ჩხუბს პირდების მაო 31-ში მოდით, აი ეს სანახაობა არ უნდა გამოტოვოთ. აი ფიქრობ რომ ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება რა.